მოგესალმებით ჩემო მაყურებლებო, ეს არის Gamers from Georgia, მე ვარ გიგი და დღეს ვითამაშებ GTA 5 და დავატრენინგებ აი ამ მანქანას. ძალიან კაი მანქანა არის, მთაზე სასიარულოს და ისედაც საკაიფო მანქანაა. მოდი წავიყვანოთ ახლა სატუნინგებლად. ისეთი მაგალითად რო დადიხარ ქუჩაში, ვინ არ გაიწევს სიგნალზე. და დავაი ოპა ახლა კლასნი მანქანაა. Armory ვუყიდოთ, დაცვა. ისინი ყველაფერი დაუძლიეროთ, ბამპერები. აი ეს ვუყიდოთ. ბამპერები. ეს ჩუმია. ძრავა ბოლომდე. გრილით. აბა, აი ესეთი. ეს რა არის ხო? არც ეს როგორც არის ისეთი. სიგნალი აქედან გამოსტილი მაქვს, არც ერთი არ მომწონს და აი ეს ხო, ეს კაია. განათებები ესეთი ნეონები ბოლომდე და ნეონები დავატანოთ მე როცა ჩაურებული ფერს გავაკეთებთ. აი, მოდი ფერი გავაკეთოთ. ფერი გავაკეთოთ. აქ ნახოთ. არა. ეს ანუ მეტალიკის ფერი უნდა ქონდეს, ეს რო დამაყენებინოს და არ მაქვს, ამიტომაც მოდი აი ეს ნახოთ. აი აქედან ავარჩევთ რომელიმე ფერი. ესეთი. არა, ცოტა ისეთი მანქანაა და არ მინდა ხასხასა ფერებში გავაკეთო. თუ რა ვიცი რა ვქნა. მოდი ეს ავიღოთ. თუ ეს, მოდი ეს ავიღოთ რა. კაი, სეკუნდარი კოლორი. აი ესეთი, ესეთი. აი ესეთი. გავაკეთოთ. ეხლა სახურავი. აი ესეთი, კაია. ეს მოდი, ავწიოთ. სრარი. დავუყენოთ ეს, მაგრამ turbo 100% მინდა და ბორბლები. არჩეს, არა. მოდი შევ. ეს არ მაგახსნელი. ეს შევამჩნიე. არა
ისეთი არ მოწევს. აბა ეს რა არის? აი ფრუადის პრობლემები ვნახოთ ახლა. Nope. არც ეს სპორტულიც არა. აი აქედან ყველაზე საკაიფო ახლა იგები რო წერია, მაგრამ მოდი ესეც ვნახოთ მაინც რა არის. Nope. არც ეს. აქედან ავრჩიოთ რომელიმე კარი. მოდი აი ეს ავიღოთ. ფერი დავაყენოთ. ყითელი. ეს საბურავები. ეს დავაყენოთ მაინც. და ფერი საბურავების მოდი ავიღოთ ლურჯი. სად არის ლურჯი? აი ანუ როცა თქვა დაამუხრუჭებ, აი განახეთ რამდენი და ლურჯები ბოლოს გამოუშვებს. ფანჯრები და ნეონები უნდა დავაყენო, არ დამავიწყდეს, ფანჯრები ჩავბუროთ. და სად არის ნეონები, ხო აი. ნეონები წითელი. ორი აი ლურჯი დავაყენოთ. სო, ყველაფერი გავუკეთეთ. და ახლა მოვნახოთ ეს ჩვენი მანქანა. აი რო გეუბნებოდით წევა ლურჯი ფერო დავაყენე, ახლა განახეთ რა არის. აი უყურეთ. ხო, აი თან ლურჯი ბულსუქს რა, აი აქ. ძალიან საკაიფო მანქანა, ძალიან მაგარი. თან ეს ფერი მოუხდა. კარგი, გავიდეთ ჩილიაზე ხა. ვერ გავატყვია ჩილია რა ვიცი რა. ორი დავწერებ ხოლმე და ამას გინდათ შეიძლება არც ერთი არ იყოს და მე ვშევდე, მაგრამ მე ეს წავიკითხე და ესე დავუწევ. მაგარი მანქანაა რა, просто აი მოხვალა უჭირს. ძნელად უხობს просто. ეხლა ამის თუ არა მაქვს. GTA 5-ის ონლაინს მქონდა, ასე მქონდა 16-ის Ultimate Team და სხვადასხვა Call of Duty Black Ops 3-ის მქონდა, მაგრამ ეხლა ის აკაუნტი აღარ მაქვს. და ამიტომაც ასეთი არის ჩვენი მანქანა, ესე შევხედოთ. საკაიფოა ხო? ავედით ახლა Round traces cazzo. Oh, ja, schwierig. ყველაფერი გავაძლიერე ამ მანქანისთვის. ზეტორნო სტუნინგი დავდე წინა ეპიზოდში, წინა ნაწილში და იმედია მოგეწონათ. და შემდეგ დავდებ ასეთი off-road-ის მანქანის ტუნინგს. ონლაინში ალბათ გესმენებათ ამერიკის დროშა რომ აქვს, დიდი პრობლემები რო აქვს 4 ევროპოს. აი ეს მანქანის და იმედია ეგეც მოგეწონათ. კლასია, მაგარი მანქანა. What's up? So
всё, ახლა წავედით რავთ, მილიღალა ჩავთ ნახევარი. Просто ერთადერთი მინუსი აქ რომ ხოა უჭერს ძალიან. და მოსახლეებში თუ არ შემოუკელი შანსი არ აღვთ, ესე რა ვერ მოხდა, აი შეხედეთ, ვერ ვიქოს რა. სიჩქარით ვერ შეხვავს მოსახლეებში ამაყა. Așa și ce avut libertate și o atât sucene de fals. Aprețe și e făcut sucene. ოჯახები ხომას ისაც მიჩვენებენ და მე ცოცხალი ვერჩებიან მართალია, მაგრამ საცილო არის. ხა ამას ზოგიერთი მანქანიდან გასხვავებით არ გაუჭირდება ხა. თოზე ასვლა. გავიტანი მანქანა. შევას 3 მილიონი დარჩა. Ხელოთ გოჭილიასაც. აი მე და. ამ გზით არასოდეს არ ავსულა ამ თაზე. მომეცისათ ის მიჩვენებს. სანახს როგორ იქნება. Barbeni neirmemi da gzida maitz ar galadian. Რა უნდათ, სიკვდილი უნდათ. მოჭველი მაგას. ადი შვიდო რა გინდა. და გამიყვანა ისე აი იმ Saza im ჩმოგზაზე ერთად ყველადის. ილიას და ეხლა მეც ამ გზით ავალ. სხვა გზა არც არსებობს მე მგონს საერთოდ. როგორ უწევს მოხდა. ყველაფერი გაუძლიერება, პრობლემები მოჭიდება, ყველაფერი, მაგრამ მაინც ძალიან მიჭირს და დაუტუნინგებას ამ მორებს თითქმის ვერ ხედავ ხოლმე და რასაკეთო რაღაც გავაკეთე სალტო. ამინდა ის განათება კაცო. დაგამდეს და ხედავთ რომ არ უჭირს ასვლა. ზეთოვსავით არ აფრინდა. ის სიჩქარისგან გიჟივით ფრინაუდა. ავიდა ჩვეულებრივად არც გაჭირვებია და
ყველაზე მეტად მაინტერესებს ის ვიწრო ის რო არის ცოტა ბოლოსკენ ერთ-ერთი ყველაზე ბოლოა დაბრკოლება იმას როგორ გაივლის ცოტა სკილი მანქანაა და ნახოთ რა ჩამოვარდე ახლა არ ჩამოწვდე ავიდა ჩორებრივად საკმაოდ კარგი მანქანაა რაც უყურებ ოღონდ ოფროადისთვის, მაგრამ შეგიძლიათ იყიდოთ ეს დიდი ბორონები რო აქვს, იმის ყიდვა შეიძლება, მაგრამ რა ვიცი. შემდეგ ეპიზოდში იმასაც დავატუნინგებ და მე უკვე თქვენ გადაწყვეტეთ რომელი უფრო მოგეწონებათ. ეს მანქანა ლამაზიც არის ამავდროულად წინიდან. და აი ახლა იქნება ის ვიწრო ველი მე მგონი ველმი ოფიეთის წავედის აქეთ ასევე როცა მორჩები რაკეტლის გადაღებაში მოგთავაზებთ უკვე ბევრ ახალ თამაშს რომელიც გამოსულია და ასე შემდეგ შენივრად გამოვიარა ის ველი და პროდუქტები გადარჩა კიბეები და თუ არ ავიდა ეს დიდი ამბავი, იმიტომ რომ კიბეებზე ასვისთვის რომ მანქანებს ააკეთებენ და ნახოთ რა პირველზე დაუბრკოლებლა დავიდა ნახოთ აქ რა სიგავს უნიალა უნიკი არა ავიდა ასეთი იყო ჩვენი მანქანა და დავაყენოთ აქ მე ვიდეოც დაგემშვიდობებით იმედია მოგეწონათ ვიდეო თუ მოგეწონათ დალაიქეთ და subscribe და კომენტარეთ გაუძლიერეთ მეგობრებს და შეგხვდებით მომავალ ვიდეოში ნახვამდის